ავტოდაჯამება ერთი პირობით. მოცემულ შემთხვევაში ერთი დიაპაზონის მნიშვნელობების დასაჯამებლად უჯრედების სხვა დიაპაზონის მონაცემების გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია SUMIF. მოცემული მონაცემების შემდეგი ტაბულა. აუცილებელია ავირჩიოთ ცხრილში და დავაჯამოთ უჯრედები დასახელებით, მაგალითად ჩაი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით უჯრედები, სადაც უნდა განლაგდეს დაჯამების შედეგი. ჩასვით ფუნქცია SUMIF კატეგორიიდან Math and Trig. მათემატიკური ერთ-ერთი ცნობილი გზით ფუნქციების ჩასმიდან. გახსნილ ფანჯარაში დააკენეთ კურსორი გრაფაში Range და გამოყავით ფურცელზე უჯრედების დიაპაზონი, რომელიც შეიცავს გამოსათვლელ უჯრედებს. დააკენეთ კურსორი გრაფაში Criteria და გამოყავით ფურცელზე უჯრედი, რომელიც შეიცავს კრიტერიუმს რიცხვის, გამოხატვის ან ტექსტის სახით უჯრედების დაჯამების გასარკვევად. ასევე შეგვიძლია ხელოვნურად შევიყვანოთ ტექსტი ფრჩხილებში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ჩაი. დააკენეთ კურსორი გრაფაში Sum Range და გამოყავით უჯრედები ფურცელზე, რომლებიც შეიცავენ უშუალოდ დასაჯამებელ უჯრედებს. მაგალითად B2, B8. დააწექით ღილაკს OK. უკანა უჯრედში გამოსახული იქნება ფუნქციის შედეგი. უდრის SUMIF მრგვალი ფრჩხილი A2, 2 A8 წერტილმძიმე. ბრჭყალები T წერტილმძიმე B2, 2 B8. ავტოდაჯამება რამოდენიმე პირობით. მოცემულ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მასივის ფორმულა. აგრეთვე ორი ფუნქცია SUM და IF. მაგალითისათვის განვიხილოთ მონაცემების შემდეგი ტაბულა. მიზანი აუცილებელია დავითვალოთ დარჩენილი ჩაი, რომლის შესყიდვის ფასი 21 ლარია. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით უჯრედი, სადაც უნდა განლაგდეს დაჯამების შედეგი. შეიყვანეთ ტოლობის ნიშანი და აკრიფეთ ფუნქცია SUM. გახსენით მრგვალი ფრჩხილები და აკრიფეთ ფუნქცია IF. გახსენით ორი მრგვალი ფრჩხილი ერთდროულად. შეიყვანეთ უჯრედების დიაპაზონის მისამართები პირველი პირობისათვის. ჩვენ შემთხვევაში A2, A8 ბრჭყალებში. შეიყვანეთ ტოლობის ნიშანი და ბრჭყალებში აკრიფეთ პირველი შერჩეულის სახელი და დახურეთ მრგვალი ფრჩხილები. ჩვენ შემთხვევაში ჩაი. შეიყვანეთ გამრავლების ნიშანი და გახსენით შემდეგი მრგვალი ფრჩხილი. შეიყვანეთ უჯრედების დიაპაზონის მისამართი მეორე პირობისათვის. ჩვენ შემთხვევაში D2, D8 ბრჭყალებში. შეიყვანეთ ტოლობის ნიშანი და შეიყვანეთ მეორე შერჩეული, ხოლო შემდეგ დახურეთ მრგვალი ფრჩხილი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 21. შეიყვანეთ დიაპაზონების ჩამონათვალის ნიშანი. წერტილმძიმე. შეიყვანეთ უჯრედების დიაპაზონის მისამართები მნიშვნელობების შესარჩევად და დახურეთ ორმაგი მრგვალი ფრჩხილი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის C2, C8. გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl, Shift, Enter. მასივის ფორმულის შესაქმნელად. შექმნილი ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს. ფიგურული ფრჩხილი უდრის SUM, მრგვალი ფრჩხილი IF, მრგვალი ფრჩხილი, მრგვალი ფრჩხილი A2, 2 წერტილი A8 უდრის ბრჭყალებში T, მრგვალი ფრჩხილი, გამრავლება. მრგვალი ფრჩხილი D2, 2 წერტილი D8 უდრის 21. მრგვალი ფრჩხილი, წერტილმძიმე C2, 2 წერტილი C8 მრგვალი ფრჩხილი, ფიგურული ფრჩხილი. გამოთვლის შედეგი იქნება 15. მიმდინარე თარიღის ჩასმა. დოკუმენტში მიმდინარე თარიღის ჩასასმელად ხელსაყრელია გამოვიყენოთ ფუნქცია Today კატეგორიიდან Date and Time. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით უჯრედი, სადაც უნდა განლაგდეს მიმდინარე თარიღი. ჩასვით ფუნქცია Today კატეგორიიდან Date and Time. ერთ-ერთი ნაცნობი გზით. გახსნილ ფანჯარაში დააწექით დადასტურების ღილაკს.
მნიშვნელობების დამრგვალება. იმისათვის, რომ დავამრგვალოთ მიღებული შედეგი მიახლოების ხარისხით, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია round დამრგვალება კატეგორიიდან math and trig მათემატიკურები. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოყავით უჯრედი, სადაც გამოსახული უნდა იყოს დამრგვალებული რიცხვი. ჩასვით ფუნქცია round კატეგორიიდან math and trig ერთ-ერთი ნაცნობი გზით. გახსნილ პანჯარაში გრაფაში number შეიყვანეთ უჯრედის მისამართი, რომლის მნიშვნელობაც უნდა დამრგვალდეს. შენიშვნა. ასევე შეგვიძლია შევიყვანოთ ფორმულა, რომლის შედეგიც გვინდა დავამრგვალოთ. გრაფაში num დირგიტს შეიყვანეთ რიცხვების რაოდენობა სასვენი ნიშნის მძიმე შემდეგ. რიცხვი 0 შეესაბამება მთელი რიცხვის დამრგვალებას. რიცხვი 1 ათეულების ნიშნებს და ასე შემდეგ. დახურეთ პანჯარა დადასტურების ღილაკზე დაწყაპუნებით.